განებულია. გორში ძაღლები მოწამლეს შემთხვევა კომბინატში გორგასლის ქუჩაზე მოხდა. მოქალაქემ, რომელსაც ცხოველები ყავდა მიკედლებული, დილით ნახა, რომ ერთი ძაღლი მკვდარი იყო, დანარჩენი 5 კი მოწამლული. ბონდო ჩუბინიძე თავშესაფარს დაუკავშირდა და მკურნალობის მიზნით ცხოველები იქ გადაიყვანა. მოგვიანებით კი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება 259 მუხლით დაიწყო, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. გეზელი შემოვიდა თავშესაფარში ზარი დარეკა პიროვნება, რომელსაც ყავდა მიკედლებული 5 ძაღლი მოგვიყვანა ერთნაირი სიმპტომებით, გულის რევაღებინება ჰქონდათ და სისუსტე ზოგადი, სავარაუდოდ დიაგნოზით მოწამლა. როგორც ჩანს, არა მოყვარულმა, ვისაც არ უყვარს ძაღლები, ჩაიდინა ეს ცუდი ფაქტი, მოწამლა მიკედლებული ძაღლები, რომელსაც მიკედლებული ვისაც ყავდა, უვლიდა, კვებავდა და არც აგრესიულობით არ გამოირჩევიან არც ერთი. დღეს ვნახეთ პირველად და ჩვენ მიმართ აგრესია არ ქონიათ. ეხლა უტარებთ მკურნალობას, შესაბამისი მოწამლის მკურნალობა, რაც არის შესაბამისად გადასხმებზე გვყავს თითოეული და დავეხმარებით. კარგია რომ ამ ადამიანმა არ მეც საათზე შემოყვანილი იქნა პატრონ მიკედლები, ვისაც ყავდა მიკედლებული ეს ძაღლები, 5 ძაღლი და მის გადმოცემით ერთი დედა ძაღლი უკვე მკვდარი დახვდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, 1 წლის უკან კიდე მოუწამლებს ამ ბატონს ძაღლები და დაუყოვნებლივ გადმოიყვანა ჩვენთან, საუშველა გთხოვა და რა თქმა უნდა ჩვენ მოვიყვანეთ, გავუკეთეთ გადასხმები. ალბათ ექიმმა ახსნა მდგომარეობა, ზოგადი სისუსტე, პირღებინებით, სულ ყველას ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდა და ჩვენ პატრონმა დარეკა 112-ში და შესაბამისი სტრუქტურიდან მოვიდნენ ადგილზე ნახეს. ეხლა ალბათ ვიმედოვნებ, რომ კანონით დაიჯება და იპოვიან იმ ადამიანს, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა და უნდა დაისაჯოს აუცილებლად რომ სხვებმაც აღარ გაბედონ ანალოგიური სიბოროტე. დღეს რაც ფაქტიც მოხდა, ყავდა პიროვნებას ეს 6 ძაღლი მიკედლებული თავის კორპუსთან უვლიდა ამ ძაღლებს და ვიღაცა მოუწამლა, რადგან არ სიამოვნებთ, რომ ძაღლები ყავთ. აგრესიული აქედან არც ერთი არ არის აგრესიული, იმიტომ რომ ჩვენ თანამშრომელებზე არც ერთზე აგრესია არანაირად გამოუხატიათ. კიდევ გადაიღეთ კადრები, რომელთაც ხედავთ, რომ ძაღლს არაფერი არ აქვს გაკეთებული, ზის მაგიდაზე თავისით და უკეთებთ წამალს. როცა არაფერი აგრესიას არ გამოხატავს და აი ეგ ძაღლები არავის არაფერს არ დაუშავებდათ. უბრალოდ არ სიამოვნებთ, რომ არიან თავიანთ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი აწუხებთ და მაგიტომ აკეთებენ ესეთ რაღაცეებს. უნდა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ახლა კრიმინალურმა და შესაბამისად დაისაჯოს ის პიროვნება, ვინც ამას აკეთებს. უცხომან არ მოვიდოდა თუ ვიღაცა ხა ცხიმალიდან აღარ ჩამოვიდოდნენ ასად. იქ ახლობელი ვიღაცა ახლო მაცხოვრებელი იქნება, აბაბინი იქნებოდა. მე ვაჭმევ. ერთი დაიო მოკვდა. ერთი ძაღლი. როდის აღმოაჩინეთ? ერთი და მოკვდა და ეს 5 წელი მოვიყვანე. მეზობლებს როგორ დამოკიდებულება ჰქონდათ? ძაღლებზე არ უყვართ ძაღლები და ეგ არის და ახლა ის პირდაპირ არ მეუგნეოდნენ, მაგრამ ხო ვატყობ არა. და გამოშვების ბოლოს ვნახოთ ამინდის პროგნოზი.